ჩვენთვის ვიდეოს ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა ის იყო, რომ შეგვეძლო შეგვექმნა ის, რაც გვინდოდა. ისინი იყვნენ პირველი ბენდი, ვინც სერიოზული ფსონიდადო იმაზე, რომ კარგად გამოიყურებოდნენ და მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი თავიანთ ვიზუალურ ნამუშევრებთან. ვინაიდან ეს სრულიად ახალი მედიუმი იყო, ადამიანები იძულებულნი იყვნენ ჩართულიყვნენ მასში, რადგან თუ ამას არ გააკეთებდი, უბრალოდ ჩამორჩებოდი. ისინი იყვნენ უაღრესად გავლენიანები, ძალიან ავანტიურისტები და აშკარაა, რომ ლეიბლი EMI მთლიანად მათ ჭკუაზე დადიოდა. პროექტი Video Killed the Radio Star წარმოგიდგენთ ვიდეო ჟურნალს არტისტების ინტერვიუები. ამ ეპიზოდში ნიკ როუდსი და საიმონ ლებონი განიხილავენ დიურან დიურანის ადრეულ მუსიკალურ ვიდეოებს იმ რეჟისორებთან ერთად, რომლებმაც ისინი შექმნეს. ვიდეო ინდუსტრია 80-იანი წლების დასაწყისში ნამდვილ ველურ დასავლეთს გავდა. არავინ იცოდა რეალურად რა უნდა გაეკეთებინა, თუმცა შესაძლებლობები უსაზღვრო იყო. ეს სრულიად ახალი მოვლენა იყო, რომელიც სცენაზე ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როდესაც ჩვენ შემოვედით. საქმე ის არის, რომ იმ პერიოდში კარგად გადაღებული ვიდეო სიმღერას ნამდვილად ეხმარებოდა. თუმცა თუ კარგი სიმღერა არ ჰქონდა, ფანტასტიკურ კლიპს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. სხვა უამრავი შემსრულებელი საკმაოდ განაწყენებულიც კი იყო იმ ფაქტით, რომ მოულოდნელად მხოლოდ საკუთარ ჟღერადობაზე ფიქრის ნაცვლად იმაზეც მოუწიათ ზრუნვა, თუ როგორ გამოიყურებოდნენ და რას აკეთებდნენ. მე მათი მესმის. იმ პერიოდში ეს სფერო სრულიად სუფთა ტილოს გავდა. რადგან მიუხედავად იმისა, რომ სიმღერებისთვის მოკლე კლიპები მანამდეც არსებობდა, რეალურად არავის აუღია ვიდეო ფორმატის საიმისოდ, რომ სიმღერისთვის პატარა ფილმი შეექმნა. ჩვენ ყველა ერთ ნავში ვიმყოფებოდით და სხვათა შორის ამ ნავს წყალიც შესდიოდა. მაგრამ ყველა ვცდილობდით დროს სასიამოვნოდ გაგვეტარებინა. მგონი საბოლოოდ მათთვის ორი ფილმი გადავიღეთ. ორივეზე მუშაობა უდიდესი სიამოვნება იყო და ისინიც შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. მათ როგორც მონაწილეებმა, თუ გნებავთ, მსახიობებმა ამ მედიუმთან საერთო ენა იპოვეს როგორც დოქტორმა უოლტერმა. ჩვენ ძალიან ჭკვიან ადამიანებთან ერთად ვმუშაობდით. რასელ იმ დროს მართლაც უდიდესი კლიპმეიკერი იყო. მან ჩვენთვის Planet Earth გადაიღო და მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა საბოლოოდ რა გამოვიდოდა აქედან. არასოდეს დამავიწყდება. ემნებში ერთ-ერთ სტუდიაში ვიყავით, როცა ეს ავტობუსი მოვიდა. იქიდან კი ეს ბიჭები გადმოვიდნენ ბოლომდე აჩეჩილი, გაშლილი პერანგებით. ეს რა ჯანდაბაა მეთქი გავიფიქრე. მე ხომ სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვედი ავსტრალიიდან. მაგრამ ჩვენ ძალიან სწრაფად და კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ვიცოდით, რომ რასელს ჯგუფ Ultravox-ის სიმღერაზე ვიენა შესანიშნავი ვიდეო ჰქონდა გადაღებული. და თანახმა ვიყავით, მას გაეკეთებინა სცენარისა და კადრების მონახაზი. მოეცა ჩვენთვის ზოგადი წარმოდგენა იმაზე, თუ რას მივიღებდით. ამ სიმღერის გადაღების მიზეზი ის იყო, რომ სიმღერა ავსტრალიაში გიგანტურ ჰიტად იქცა. ჩვენ კი ტურნეში ვიმყოფებოდით და იქ ჩასასვლელად დრო უბრალოდ არ ჰქონდა. მათ გითხრეს, აუცილებლად უნდა გადაიღოთ ვიდეო, ხალხს წარმოდგენა არ აქვს, როგორ გამოიყურებითო. უნდა ნახონ, როგორია ბენდი ვიზუალურად. ჩვენ ვუპასუხეთ, კარგი, გავაკეთოთ. ანუ ჩვენი სიმღერისთვის მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებთ. ჩვენ ველაპარაკეთ რასელს და ის ძალიან მოგვეწონა. ვიფიქრეთ, რომ მართლაც შესანიშნავი იდეები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. ლონდონის ერთ-ერთ სტუდიაში მივედი და ვფიქრობდით, ნეტავ ეს ყველაფერი როგორ იმუშავებს. კლიპი SOV ვიდეო ფორმატზე იყო გადაღებული, რის გამოც საკმაოდ იაფი. თუმცა შემდგომში მან ამ ყველაფერს სხვადასხვა ეფექტები დაადო. ისინი მინაში იღებდნენ ამ ყველაფერს, რომელზეც სპეციალური ტრაფარეტები იყო დატანილი და ასე შექმნეს დეკორაცია. ჩვენ მართლა არ ვიცოდით საბოლოოდ როგორი იქნებოდა ეს ყველაფერი. როდესაც დასრულებული ნამუშევარი ვნახეთ, გავიფიქრეთ, გასაგებია, ახლა ყველაფერს აზრი მიეცა. ეს იყო ჩვენთვის ნამდვილი დასაწყისი და ამის შემდეგ ყოველ მომდევნო ვიდეოსთან ერთად ეს ხედვა სულ უფრო მეტად იკვეთებოდა.
როგორც არტისტმა, ყოველთვის უნდა გაარისკო ყველაფერში, მუსიკაში, ვიზუალში, თუ ნებისმიერ რამეში, რადგან მუშაობ. თუ ასე არ მოიქცევი, ყველაფერი ძალიან მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდება. რაც პირადად მე საშინლად მაღიზიანებს. მიყვარს, როცა საქმე ან ერთ უკიდურესობამდე მიდის, ან მეორემდე. სიმღერის Girls on Film ვიდეოთი ჩვენ მართლაც დიდი რისკი გავწიეთ. ყველაფერი შეიძლებოდა ჩვენსავე საზიანო შემოbrunებულიყო, მაგრამ საკმარისად თავდაჯერებულები ვიყავით და გრძნობდით, რომ ეს იყო სასაცილო, თამამი, თანამედროვე და იმ ეტაპზე არავის ჰქონდა გადაღებული სრულმეტრაჟიანი ვიდეო. ვფიქრობ, ეს პრაქტიკულად პირველი გაფართოებული კლიპი იყო. მგონია, რომ მათ უბრალოდ ყურადღების ცენტრში ყოფნა სურდათ. ისინი იყვნენ იმ ბრიტანული შემსრულებლების ახალი ტალღის ნაწილი, რომლებიც ამერიკის დაპყრობას ცდილობდნენ და ეს ლოგიკურიცაა. შენ გჭირდება ფილმი, რომელზეც ადამიანები ელაპარაკებენ, რათა ხმა გავრცელდეს. სექსი კი ამ საქმეს დღემდე იდეალურად აკეთებს. ეს ძალიან საინტერესო დრო იყო. ამერიკაში იყო ერთი კაცი სახელად ედ სტაინბერგი, რომელმაც ვიდეო ჯუკბოქსები გამოიგონა და რომლებსაც ღამის კლუბებში დგამდნენ. ისინი ზუსტად ისევე მუშაობდნენ, როგორც ჩვეულებრივი მუსიკალური ავტომატები, იმ განსხვავებით, რომ იქ იდგა დიდი ეკრანი და შესანიშნავი ხმის სისტემა. ხალხი თავის საყვარელ ვიდეოს ირჩევდა და რთავდა. ჩვენმა მაშინდელმა მენეჯერმა იფიქრა, რომ მართლაც მაგარი იქნებოდა გადაგვეღოს საოცრად სექსუალური ვიდეო, რომლის ხელახლა და ხელახლა ნახვაც ყველაფერს მოუნდებოდა, რაც დიურან დურანისთვის ძალიან მომგებიანი იქნებოდა. ხოდა ჩვენ სავდექით გადავიღეთ. ამ ყველაფერში ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი რეჟისორობად გოდლისა და კრიმის აყვანა იყო, რადგან მათ კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდათ. იუმორის გარეშე სექსუალურ ვიდეოს ვერ გადაიღებთ, რომ სრულ იდიოტად გამოჩნდები. კევინისა და ლოლას მართლაც შესანიშნავი იდეები ჰქონდა და ვფიქრობ, რაგი ეს ყველაფერი ასეთი ირონიული ფორმით კეთდებოდა, ზუსტად იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ. რადგან საქმე არაფერი ჰქონდა, მე და ლოლა შვებულებაში წავედით. იქ ყოფნისას ისეთი სიუჟეტი მოვიფიქრეთ, რაც ჩვენი აზრით ფილმისთვის გამოსადეგი იქნებოდა. ლოლამ ლოს-ანჯელესში ტალახში ჭიდაობა ნახა. მე კი სამხრეთ საფრანგეთში მოდის ჩვენებებს დავესწარი. ვიფიქრეთ, რატომ არ უნდა შეგვექმნა პოდიუმი, მოდის ჩვენება, სადაც გაცილებით საინტერესო რამ მოხდებოდა, ვიდრე უბრალოდ მოდელების წინ და უკან სიარულია. აი ეს იყო იდეის დასაწყისი. შემდეგ კი ვიპოვეთ რამდენიმე ნიჭიერი გოგონა, რომლებიც მზად იყვნენ იმაზე მეტი ტანსაცმელი გაეხადათ, ვიდრე საჭირო იყო, რამაც იდეალურად იმუშავა. ვიდეოში ყავდა გოგონები ტოპლესით. ქონდა კადრები ყინულის კუბებით, სრიალა ბოძებით, ბუმბულის მტვერ სასრუტებითა და ტალახში ჭიდაობით. ჩვენ იმ დროს თინეიჯერები ვიყავით, ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. მახსოვს გადასაღები მოედანი დახურული იყო, მაგრამ შეპერტონში პარალელურად სხვა გადაღებებიც მიმდინარეობდა. უცების სხვა გადაღებები ყველა მიატოვა და ფარდებიდან სხვადასხვა სახეებმა დაიწყეს გამოჩენა. ეს მართლაც შესანიშნავი გადაღება იყო. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მათთან მუშაობდით, სულ ხუმრობდნენ. მათ ძალიან გაუადვილეს გოგონებს ტანსაცმლის გახდა და იმ ყველაფრის გაკეთება, რასაც აკეთებდნენ, ისე რომ თავი უხერხულად არ ეხსნათ. დურან დურანს ცოტათი მაინც თუ ვიცნობ, მაქვს შეგრძნება, რომ მათ ეს კლიპი ალბათ ოდნავ უფრო მეტად მოეწონებოდათ მასში მეტი არტისტულობა რომ ყოფილიყო. ცოტა მეტად მიმართული სტილისკენ, მეტად მოდისკენ. ეს ყველაფერი ცოტათი რბილ პორნოს გავდა. ვფიქრობ, ალბათ ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ბეწვის კურთხების თემა უნდა მოგვეშორებინა, მაგრამ ჯანდაბას. იზით რა, ამან იმუშავა, თავისი საქმე გააკეთა. რა თქმა უნდა, ორი ვერსია არსებობდა, რადგან გრძელი ვერსია ყველა მართლა, ამიტომ გაკეთდა შერბილებული ვარიანტი. თუმცა რეალურად გრძელი ვერსიის ნახვა მაინც ყველა მოახერხა. და ეს იყო კიდეც მთელი ამ ჩანაფიქრის მთავარი მიზანი. ამან შესანიშნავად იმუშავა ამერიკაში, სწორედ იმ ღამის კლუბებში, სადაც კლიპებს ამ ვიდეო ჯუკბოქსებზე აჩვენებდნენ. ეს იყო კოლოსალური წარმატება და რა თქმა უნდა, ევროპის დიდ ნაწილში ტელევიზიითაც აჩვენეს. გაერთიანებულ სამეფოში არა, მაგრამ ჰოლანდიაში კი.
ეს მართლაც პარტიზანულ კინოგადაღებას ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში ის ვიდეოები მაინც რომლებიც შრი-ლანკაში რასელთან ერთად გადავიღეთ. ისინი იქ რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ. კუნძული დაზვერეს იპოვეს რამდენიმე ადგილი, რომელიც კარგად გამოიყურებოდა. ნახეს ვიღაც ვისგანაც ვერტ მფრენის დაქირავება შეგვეძლო. შემდეგ კი ჩვენ ჩავედით და უბრალოდ გადაღება დავიწყეთ. მგონი ბენდის ჩასვლამდე 5 დღით ადრე ჩავედით იქ. მთელი ქვეყანა მოვიარეთ. დიდი ქვეყანა არ არის. შემდეგ სცენარი დავწერეთ. თქვით კარგი, რადგან აქ ვართ, Save Prayer-ისთვის ცოტა სცენებს აქ გადავიღებთ. ცოტას კი Hungry Like a Wolf-ისთვის. გონი სულ 3 სიმღერა გადავიღეთ. ცდილობ ყველაფრიდან მაქსიმალური სარგებელი ნახო. მახსოვს ადამიანები მთავრობასთანაც კი დებდნენ გარიგებებს, ეუბნებოდნენ. ნახეთ, ეს ტურიზმისთვის ძალიან კარგი იქნება და იქნებ თვითმფრინავის ბილეთები შეღავათიან ფასად მოგცეთ. ან რომელ სასტუმროებში შეგვიძლია დავრჩეთ, sadაც კაკფას შემოგთავაზებენ, რადგან ძალიან ბევრი ვართ. ასეთ რამეებს აკეთებ, როდესაც მართლა განსაკუთრებული რამის შექმნასაც ცდილობ. ყველაფერზე მიდიხარ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანა. ეს იყო ჩვენი პირველი ვიდეო გარელოკაციაზე. მას რეალური სიუჟეტი ჰქონდა. სიუჟეტი იმაზე, თუ როგორ ვიკარგები ჯუნგლებში. დანარჩენი ბიჭები კი ჩემს პოვნას ცდილობენ. კლიპში იყო საყვარელი გოგონა, იყო ექშენი, ცხოველები, გარეული ცხოველები. ეს ვიდეო მართლაც განსაკუთრებულია. უბრალოდ წარმოუდგენელი რამაა, რადგან როდესაც ჯონ ტეილორი პატარა ბიჭთან მიირბენს და ფოტოსურათს უჩვენებს, ის ბიჭი მსახიობი არ არის. ქუჩაში ნაპოვნი ბავშვია, რომელსაც უთხარით, უბრალოდ თავი გააქნიეთ, თქოს არაფერი იცია. ისიც დგას და ფიქრობს, რა ხდება. ასევე ბავშვი, რომელიც მორბის და ვიღაცას პირში წყალს ასხამს. ეს წყალი იმ ტბიდანაა, სადაც ბეჰემოთები და ყველა სხვა ცხოველი ისაქმებს. ის ბავშვი კი ფაქტობრივად მოვიტაცეთ სოფლიდან და მერე უკანვე დავაბრუნდით. ანუ ეს ვიდეოები გადაღების თვალსაზრისით არალეგალური იყო. წესით 6-ჯერ მეტი უნდა დაჯდომოდათ და ასე არ უნდა გადაიღოთ, მაგრამ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. ვფიქრობ, ეს ვიდეო ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო იმის დასაწყისისთვის, რაც ვიდეო ინდუსტრიაში მოხდა. შრი-ლანკაში ყოფნისას მივხვდით, რომ ამ ფორმატში უამრავი რამის გაკეთება შეგვეწყო. სხვათა შორის, რიოს ვიდეო რეალურად სრულიად შემთხვევით გამოვიდა. ჩვენგან 4 ანტიგუაზე ვიყავით შვებულებაში. გონი ამერიკაში მუშაობა ახალი დასრულებული ჰქონდა და პატარა შესვენების აღებას ვაპირებდით, რადგან სიტყვასიტყვით 2 წელია საერთოდ არ დაგვისვენია. სახლისკენ მიმავალ გზაზე სადღაც გავჩერდით და დაახლოებით 4 დღის შემდეგ მენეჯმენტმა დაგვირეკა. არა, გაერთიანებულ სამეფოში არ დაბრუნდეთ, მან დარჩით. ენდის თვითმფრინავით ჩამოვაფრენთ და გადამღებ ჯგუფსაც გამოვაყურებთ. სიმღერა რიოსთვის ვიდეო გჭირდებაო. თან იქ ყოფნისას Night Boat-ის ვიდეოც გადავიღეთ. ნამდვილად. ასე რომ მოულოდნელად ეს გადამღები ჯგუფი ჩამოდის და ისევ იმის ძებნას იწყებენ, თუ რა არის ადგილზე ხელმისაწვდომი. ნავი ჩვენიერია, ნავი გვჭირდება. მოდი ეს ავიღოთ. მოდი ვიღაც მთის მწვერვალზე დავაყენოთ. საქსოფონის სოლოს დროს რა ვქნათ? ყველაფერი მართლაც ასე სპონტანურად ხდებოდა. რიოს ვიდეოზე ნამდვილად მოახდინა გავლენა რამდენიმე ფოტოგრაფიულმა ჟურნალმა, რადგან ვიცოდი, რომ ძალიან ბუნებრივ გარემოში მოგვიწევდა ყოფნა. მინდოდა მკვეთრი პლასტმასის დეტალები, ვარდისფერი და ლურჯი ფერებით. მხოლოდ ფერების ეს კონტრასტი მჭირდებოდა. ტელევიზიით რომ ჩანს ეკრანის გაყოფის ეფექტი რეალურად მონტაჟის დროს გამოუვალი მდგომარეობის გამოგაჩნდა, რადგან საკმარისი მასალა უბრალოდ არ ჰქონდა გადაღებული. სიმართლე გითხრათ, კუნძულიდან რომ წამოვედი, ვთქვი, ჯანდება, მგონი კლიპი ვერ გამოვიდა მეთქი. იქ არის ერთი კადრიც, სადაც ჯონ ტეილორი მთის მწვერვალზე საქსოფონით ხელში დგას. ეს საერთოდ ერთი გერმანელი ტურისტის გადაღებული მასალაა.
ნიქსაც და ჯონსაც ორივეს თავი წარმოედგინა ბენდის საქსოფონისტად. აი ამიტომაა, რომ ვიდეოში ორივე ჩანს. ამ ისტორიაში ყველაზე წამგებიან პოზიციაში ნამდვილად მე აღმოჩნდი. რაც ამ ყველაფერში ძალიან მომწონს ის არის, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან. ყავს ჯონი, რომელიც მთელი თავისი მკერდითა და შემართებით დგას შირლის ჰაიტსის მწვერვალზე, საიდანაც ნავსადგურის ხედი იშლება. და მე ხარ შენ, რომელიც ამ ტივზე წონასწორობის შენარჩუნებასაც ცდილობდა აქეთ-იქით ირწევი, მაგრამ ეს მართლაც საინტერესოდ გამოიყურებოდა და ვფიქრობ, ჩემთვის ეს მთელი ვიდეოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია. ჩემთვის რიოს ვიდეოში ყველაზე ღირებული რაც დროს უძლებს მასში არსებული იუმორია. გულისხმობ იმას, რომ ის აბსურდულია, უხეში კომედია, მაგრამ მან რაღაცნაირად ირეალურად იმუშავა სიმღერის ენერგეტიკასთან. კიდევ ერთი მომენტია. ვიდეოები მერე ძალიან დასერიოზულად, თუმცა ბევრი კლიპი, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს, სწორედ შესანიშნავი იუმორით გამოირჩევა. იმ დროს ანტიგუაზე რომ არ ყოფილიყავით, ეს ყველაფერი უბრალოდ არ მოხდებოდა. თავიდან ჩემი აზრით რეალურად ბევრად უფრო ადვილი იყო, რადგან იმდენად მცირე ბიუჯეტები ჰქონდა, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა. მუდმივად უნდა გვემოძრავო და საქმე გვეკეთებინა. აი ამ დროისთვის კი, როცა The Wild Boys გადასაღებად მივედით, ეს უკვე კოლოსალური ბიუჯეტი იყო. ფიქრობ, წინასწარ ვიცოდით, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული იქნებოდა, რადგან მასშტაბები იყო უზარმაზარი. დეკორაციას შეპერტონის მთელი პლატფორმა ეკავა. გიგანტური გადასაღები მოედანი ჰქონდა. შეპერტონის ნახევარი ეს სამი მასშტაბური ხმის პავილიონია, სადაც ადამიანები საათობით ჭხირკედელაობდნენ განათებაზე. სანამ რამდენიმე კადრს გადაიღებდი, რომლებიც ვიდეოში სულ რაღაც 5-10 წამს თუ გაგრძელდებოდა. მახსოვს ოპერატორი ტონი მაიამიდან ჩამოვიდა გადაღებამდე რამდენიმე დღით ადრე. მოვიდა, შეხედა დეკორაციას. ჩაელაპარაკა, ოღმერთო ჩემო. შევიდა უკან. ფარდების მიღმა და 3 ჯოინტი მოწია. ცისქვილის ეპიზოდის გადაღებისას უსიამოვნო შემთხვევა მოხდა. ცისქვილის ბორბალი გაიჭედა და საიმონი წყალქვეშ აღმოჩნდა ჩარჩენილი. უსაფრთხოების თანამშრომლები ახლო-მახლო არ იყვნენ, ამიტომ ყველა წყალში ჩავხდით და თოკები გადავჭერით, რადგან მაგრად იყო მიბმული. ჩემს გარშემო ერთგვარი მითი შეიქმნა, თითქოს კინაღამ დავირჩა იმ წისქვილის ბორბალზე მუშაობისას და ვერაფრით გამიგია ეს როგორ უნდა მომყარო. არც ერთ მომენტში არ მიგრძნია შიში, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მრავალი წლის განმავლობაში იმ აზრით ვცხოვრობდი, რომ ეს უბრალოდ მათ გამოიგონეს, რათა ყველაფერი უფრო საინტერესოდ გამოეჩინათ. მეტი დრამა შეემატებინათ ყურადღების მისაქცევად, სალაპარაკოდ და საწერად. თუმცა ვინც ის იქნებ მართლაც მოხდა რაღაც, რასაც ჩემი სულელური უყურადღებობის გამო ვერ მივხვდი და რაც რეალურად სახიფათო იყო. ეს შესაძლებელი იყო, რადგან იმ პერიოდში გონებით ხშირად სულ სხვაგან დავფრინავდი. რასაც ჩვენი რეალურად ვაკეთებდით, ეს იყო ფილმის ტრეილერი. ოღონდ თითქმის ჰოლივუდური გიგანტურ ბიუჯეტიანი ბლოკბასტერის. ეს იყო უმაღლესი თეატრალურობა, რომელიც მე ასე ძალიან მეყვარს. ვგულისხმობ იმას, რომ ყოველთვის მინდოდა მემუშავა ისეთ მასშტაბებზე, სადაც რეალურად შეგეძლია ქვევით დაეშვა. საგნების ვარდნა, ადამიანების ხროლებიდან ამოფრენა და ყველაფრის აფეთქება. ეს იყო გაფართოებული ვერსია დაახლოებით 7 ან 8 წუთის ხანგრძლივობის. ასე რომ ფანტაზიისთვის ბევრი სივრცე ჰქონდა. გრძელი ვერსიაც არ იყო ცუდი, რადგან ის შეიცავს ბიჭების საკმაოდ სულელურ კადრებს, ცუდი ხელოვნური კუდებით. ეს ჯერ კიდევ კომპიუტერული გრაფიკის ეპოქამდე იყო, ასე რომ უფრო მოკლე ვერსია ბევრად უკეთესია.
Wild Boys-ის ვიდეო ჩვენთვის ნამდვილად იყო 80-იანი წლების გადაბრანჯული გრანდიოზული ვიდეო კულტურის მწვერვალი. ამის შემდეგ გადავიღეთ A View to a Kill, რომელიც ეიფელის კოშკზე იყო გადაღებული, მაგრამ ის მაინც არ ყოფილა იმავე სტილის ნამუშევარი და ახლოსაც კი არ ყოფილა მსგავს ბიუჯეტთან. Duran-Duranis შემთხვევაში ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვიდეო ფორმატმა ჩვენთან ასე იდეალურად იმუშავა, ჩემი აზრით არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის აღვიქვამდით საკუთარ თავს მულტიმედიურ პროექტად. ჩვენ ამ ფორმატს მთელი გულით მივესალმეთ, რადგან ვფიქრობდით, ეს ძალიან კარგია, რადგან შეგვიძლია გამოვიყენოთ ხელოვნება, მოდა, ფოტოგრაფია, კინო. ეს ყველაფერი ხომ იდეალურად ერწყმის ჩვენს სიმღერებს და გრაფიკულ დიზაინს. ასე რომ ჩვენთვის ძალიან მარტივი იყო იმის დანახვა, თუ საით უნდა წაგვეყვანა ეს ფორმატი. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით, რომ მუსიკა პირველ ადგილზე უნდა ყოფილიყო. ჩვენ არასოდეს დაგვიწერია სიმღერა ისე, რომ გონებაში წინასწარ ვიდეო არ გქონოდა. ზოგჯერ ადამიანები სიმღერა რეფლექსზე საუბრისას მას მოიხსენიებენ როგორც იმ სიმღერას, სადაც ის გიგანტური ტალღაა, ეკრანიდან რომ გადმოდის. გულისხმობ იმას, რომ ჩვენი ფანები რეფლექსზე ფიქრისას ახლა სწორედ ამას არ მოიგენენ. ჩემთვის კი ეს სულ სხვა რამეა. ეს არის ისტორია, რომელიც ტექსტშია მოყოლილი, რაც სრულიად განსხვავებული რამაა. თუმცა ამას უნდა შეეგუო და ხელი გაუშვა. რადგან ვერიული მთელ მსოფლიოში იმის ძახილით, რომ არა, ეს საერთოდ არ არის ამაზე. ეს არის ნავის ცხვირზე დგომასა და ასე შემდეგ. როდესაც დავიწყეთ, როგორ თქვა, რეალურად ბევრი რამ ფეხებზე გვეკიდა, რაც ჩემი აზრით ძალიან სწორი მიდგომა იყო. ეს მხიარული პროცესი იყო. 90-იან წლებში კი ნამდვილად გაჩნდა წნეხი. ვიდეო უნდა გადავიღოთ, ვიდეო გვჭირდება და შესაძლოა გარკვეულწილად ვიდეო უფრო მნიშვნელოვანიც კი გახდა, ვიდრე თავად სიმღერა. ყოველ შემთხვევაში მათთვის მაინც ვინც შენი მუსიკის მარკეტინგით იყო დაკავებული. თუმცა არ მგონია, რომ ბევრი ბენდისთვის ეს ასე ყოფილიყო. ვგულისხმობ იმას, რომ პირადად მე ამ სფეროს მიმართ ინტერესი იმ მომენტში დავკარგე, როდესაც დაიწყო სცენარის მოკლე შინაარსების გამოგზავნა. ხუთგვერდიანი ფაილები, ფოტოები, სარეკომენდაციო იმიჯები და ასე შემდეგ. ჩვენ ხომ სიტყვასიტყვით ყველაფერს ხელსაყოთზე ვწერთ. ეს კარგი იქნება, წავიდეთ იქ ვნახოთ, რის გადაღებას შევძლებთ და ასე შემდეგ. მოგვიანებით ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზული გახდა და ამან პროცესს მთელი ხალისი დაუკარგა. ახლა სხვა ეპოქა. ძალიან იშვიათია, რომ ადამიანებს კლიპებში ამხელა ფულის გადაყრა უღირდეთ. ახლა სხვა დროა. ჩემთვის დღესდღეობით ვიდეო კულტურამ დიდ ნაწილად ინტერნეტში გადაინაცვლა. უამრავი ადამიანი YouTube-ზე იაფასიან, ხელნაკეთ ვიდეოებს უყურებს. ნაცვლად იმისა, რომ ეძებოს გიგანტურ ბიუჯეტიანი სუპერ ვარსკვლავური პროექტები, რომლებიც მასშტაბურ კლიპებს იღებენ. და ხშირად სწორედ ამ ხელნაკეთ ვიდეოებში უფრო მაგარი და საინტერესო იდეებია, ვიდრე მაშინ, როცა ვინმე საქმეში ფულის გროვას ისრავს. მე მუდმივად ხიდები დამხდებოდი და რაღაცებს ვეჯახებოდი ვიდეოებში. გონი ბენდში ეს ჩემი როლი იყო. ალბათ იმიტომ, რომ უნივერსიტეტში დრამის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა იქნებოდა. საქმე ხშირად ეხებოდა დიდ სიმაღლეებსა და მსგავს რამეებსაც. ჩემგან და ჯონისგან განსხვავებით, რომლებსაც არ გვეყვარდათ მის დასვენება და არ გვინდოდა ჩვენი კოსტუმების გაფუჭება ხიდიდან გადახტომით. გახმოვანებულია ვინილი ჯის მიერ.